ჩვენ ყოველდღე ვხარჯავთ ათასობით დოლარს, რომ ზუსტად ვიცოდეთ თუ როგორ მუშაობს აკვიზიციის სისტემა. და რატომ? იმიტომ რომ ჩვენთან როდესაც ბრენდები მოდიან, ჩვენ მათ არ გვინდა რომ უბრალოდ ტესტირებაში დავხორდოთ ფული, არამედ პირდაპირ ეს თანხა ჩავდოთ მომუშავე ინფრასტრუქტურაში, რომელიც მას ეგრევე მოუტანს შედეგს. მაგრამ სანამ გადავალთ სხვა დეტალებზე, მოდი აქ ჩავშალოთ, რას ვეძახით ჩვენ ზოგადად აკვიზიციის სისტემას, ანუ კლიენტების მოზიდვის სისტემას. ძირითად შემთხვევაში კლიენტების მოზიდვის სისტემა აღიქმება ბაზარზე როგორც ერთი ფანელი. ავიღოთ პირობითად, სადაც არიან სადაც შემავალი კომპონენტები არსებობს. ეს შემავალი კომპონენტები შეიძლება იყოს კონტენტის გენერაცია, პირობითად, ლიდების გენერაცია, აუთრიჩი, მიწერა, ლენდინგ პეიჯი, საიტი, ფოლოუაპი და ასე შემდეგ. მაგრამ ეს კომპონენტები საერთო ჯამში არის უბრალოდ ცარიელი ყუთები, რომელიც არ არის მიერთებული საბოლოო ჯამში ერთ სრულ სისტემასთან და არ აქვს არანაირი კვეთა. მაგრამ პირობითად, რო წარმოვიდგინოთ კლიენტის journey, ანუ გზა, არის input-ი, მაგალითად, საიდანაც შემოდის შენი ლიდი. ეს ლიდი შეიძლება იყოს ფორმის ლიდი, შეიძლება იყოს მესიჯის ლიდი, შეიძლება საიტის ლიდი, ასე შემდეგ. ნუ ყოველ შემთხვევაში ის ადამიანი, რომელიც რაღაცა პროცესს უნდა გადიოდეს, რასაც აკვიზიციის სისტემა ქვია და საბოლოო ჯამში ხდებოდეს შენი კლიენტი. ამისთვის გვჭირდება ეს კომპონენტები. თუმცა ეს კომპონენტები რო ერთად გაერთიანებული იყოს, ამისთვის გვჭირდება კონკრეტული სისტემა, რომ ეს კომპონენტები გავაერთიანოთ. ყველა კლიენტი ან ბრენდი, რომელიც ჩვენთან მოდის, ძირითად შემთხვევაში გააჩნიათ კომპონენტები, თუმცა ამ კომპონენტებს შორის არის გარღვევები, რომელსაც ჩავშლით ახლა უფრო კარგად. მაგრამ მარტივი სისტემა რო წარმოვიდგინოთ, გამოიყურება მაგალითად ესე. რასაც ჩვენ კონტენტის სტრუქტურის ქვეშაც ყოფთ ხოლმე, რაც შეიძლება იყოს top of the funnel, middle of the funnel და bottom of the funnel კონტენტის სტრუქტურები. მაგალითად, ამ შემთხვევაში ავიღოთ მარტივი მექანიზმი, მარტივი სისტემა, რომელიც